როგორ აახალგაზრდავებს ტვინს ცხიმის კლება? უახლოესი სამეცნიერო აღმოჩენა ასეთია. ცხიმის კლება და ძალისმიერი ვარჯიში მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკას არ ემსახურება, ეს დავიმახსოვროთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ჩვენი ორგანიზმის და კონკრეტულად ტვინის ფიზიოლოგიური ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. უახლოესი სამეცნიერო კვლევები სულ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ წონაში კლება პირდაპირ კავშირშია ტვინის დაბერების პროცესის შენელებასთან და მის ნაწილობრივ შემოbrunებასთანაც კი. რა კავშირშია ცხიმი და ტვინის დაბერება ერთმანეთთან? ზედმეტი ცხიმი განსაკუთრებით კი ვისცერალური, ანუ გულისხმობ მუცლის ღრუში ორგანოების გარშემო დაგროვილ ცხიმს, არ არის უბრალოდ პასიური ენერგიის აცავი. ის მოქმედებს როგორც აქტიური ენდოკრინული ორგანო, რომელიც გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ალბათ დაგაინტერესებთ, რატომ აზიანებს ეს პროცესი ტვინს, რა კავშირში არა? ქრონიკული ანთება არის ნომერ პირველი. ჭარბი ცხიმი ორგანიზმში იწვევს სისტემურ ანთებას. ეს ანთებითი მოლეკულები კვეთენ ტვინის დამცავ ფარს და იწვევენ ნეიროანთებას, რაც აჩქარებს ტვინის უჯრედების დეგრადაციას და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას. ახლა ინსულინ რეზისტენტობა. ტვინი ენერგიის მთავარ წყაროდ გლუკოზას იყენებს. ზედმეტი ცხიმი ამცირებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, როცა ტვინი ვეღარ იღებს საკმარის ენერგიას, მისი მუშაობა ფერხდება და დაბერების პროცესი ჩქარდება. ასევე მეგობრებო, ცხიმის მაღალი მაჩვენებელი აზიანებს სის სარღვებს, რის გამოც ტვინს აკლდება ჟანგბადი და საჭირო საკვები ნივთიერებები. მოდი ახლა ვნახოთ, რას ამბობს უახლოესი სამეცნიერო კვლევები. ბოლო პერიოდში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევებმა, მათ შორის ისრაელში ჩატარებულმა 18 თვიანმა კლინიკურმა დაკვირვებამ, Direct Plus იყო ესეთი, აჩვენა გამაუგნებელი შედეგები. ფიზიკური ცვლილება ტვინში. სხეულის წონის სულ რაღაც 1%-ით შემცირებამ, უშუალოდ ცხიმის ხარჯზე და არა კუნთის, განაპირობა ტვინის ასაკის დაახლოებით 9 თვით გაახალგაზრდავება. კვლევის მონაწილეებს, რომლებმაც შეამცირეს ცხიმის პროცენტულობა, MRI სკანირებაზე დაუფიქსირდა ტვინის ქსოვილის მოცულობის შენარჩუნება და კოგნიტური ტესტის გაუმჯობესება. აქ არის კიდევ BDNF ჰორმონის ზრდა. წინააღმდეგობრივი ძალისმიერი ვარჯიში და ცხიმის კლება ზრდის BDNF-ს, ანუ ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის დონეს, რომელიც ერთგვარი სასუქია ტვინისთვის და ეხმარება ახალი ნერვული კავშირების წარაქმნას. მეგობრებო, დასკვნა მარტივია, როდესაც ორგანიზმს ვაშორებთ ზედმეტ ცხიმს, ჩვენ ვთიშავთ ანთებით წყაროს, რის შედეგად ტვინი იწყებს რეგენერაციას და იბრუნებს ახალგაზრდულ სიჯანსაღეს.